გამარჯობათ, მე ვარ გიორგი, მინდა მოგიყვეთ ნამდვილი ამბავი. ერთ პიროვნებას ჰქონდა საფულე. შევხედე ახლა ჯიბიდან ამეიღო ეს საფულე და ისეთ დღეში იყო, ისეთი ის იყო დაფლეთილი, დახეული, ძველი იყო, რა ვიცი, კაი დიდი ხნის ნახმარი. ტყავის საფულე იყო რა, კაცების რო აქვს ისეთი რა. გადასაშლელი შიგნის ჯიბეებით და ზმეიკებით რაღაცა და ამ საფულეში ედოთ არ ქვეყნის ფურცლები, ქაღალდები და რაღაცის ტელეფონის ნომრები, სახელები, რაღაცა მისამართები. ეს ამდენი ბარათები ქონა რაღაცა აფთიაქების, ბანკების პირადობა და ეს ისინი მართვის მოწმობა და რა ვიცი, სავსე იყო ფულის გარდა ყველაფერი ეყარაში. ფული რო კითხე რა, რამდენი არაფერი ხურდები რაღაცა ერთი 10 ლარამდე რაღაცა ფული ქონა. მე ვუთხარი, ამ ხელა იმარა, რას დაათრევ ამ ტყავის დიდი მძიმე ის იყო საფულე და ნომრები კიდე ქაღალდზე ფურცელზე რო გიწერია, ტელეფონში შეიძლება მე ვუთხარი. ბარათები კიდე რადგან ეს რაღაც ბარათები, რაღაც აფთიაქების ეს ისინი მე ვუთხარი, ერთი პირადობის ნომერი შენი ვუთხარი და ახლა დაჭირდებათ ამდენი ბარათები თუ. ხო და არც ფული არ ქონა არაფერი და მე ვუთხარი, მაგ არსა დაკარგო თუ არა ვეღარ იპოვი თქო. უგო ახალი ამბავი ვერ ვიპოვი, თუ დამეკარგა მეც კი ვიცი რომ ვერ ვიპოვი. არა მე ვუთხარი, შეიძლება არის შემთხვევები რომ დაგეკარგება საფულე ვიღაცამ გამოჩნდეს ღვთისმიერი კაცი და გამოაქვეყნოს ტელეფონში ან ინტერნეტში ან რაღაცა რომ საფულე დაიკარგა რაღაცა ბარათით და რაღაცით, პასპორტით და იმით მოგაგნო თქო და ეს შენი ისე დაფლეთილი მე ვუთხარი საფულე რომ ვინმე ძის დაგდებული მე ვუთხარ, მაგ რო ვიპოვე მე ძის დაგდებული, ხელს არ მოვუკიდებ, არ ავიღებ, იმიტომ რომ ისე დღეში არის, ისეთ საწოდაობა არის, ალბათ ვიღაცას აღარ უნდა მიტო გადააგდო თქო თუ არა. მაგ თუ ვინმეს დაეკარგა, ვერ წარმოიდგენს ადამიანი, ისეთ დღეში არის შენ საფულე თქო. ხო, მაგე მართალი ხარ. გივითვალისწინებ ერთ საფულეს ამენაირად ვიყიდიო.